გასავე აქ ჯერ ეს შეტევა ნახოთ, გავიდა ეს პასი, ბუსკეტსი აკონტროლებს აქ სიტუაციას. ჯერ გრიზმანი უმტიტი დაიკარგა ბურთი საჯარიმოში, გადაცემა დარტყმა კენედის გოლი 1-0 გრანადა წინ გავიდა. კონტექსტიდან ამოგლეჯილი გოლით ნასრიდები დაწინაურდნენ 1-0 ბრაზილიელია გატანილი გოლის ავტორი. მიუტევებელი შეცდომა აჩუკა ახლა ბარსამ გოლი გრანადას. პირველი კარში დარტყმა, პირველი გოლი მთელი მატჩის განმავლობაში, მთელი ნახევარსაათზე მეტი ხნის განმავლობაში ბარსელონა იყო მეტოქის ნახევარზე და შეტევაზე, მაგრამ აი გრანადას შეტევა და აი გოლი. ერთობლივი ძალებით შეუტიეს ახლა ტერშტეგენის კარს ბარსას მცველებმა. აქ ბუსკეტსის ამოტანა გასაგებია კატასტროფული, არაფერი ხდებოდა, უმტიტის მართებდა ბურთის მოგერიება, არ გააკეთა ეს ფრანგმა. შემდეგ რითიც დასრულდა ეს ეპიზოდი, დავინახეთ აქ ტერშტეგენს ვეღარ დავადანაშაულებთ ნაკლებად სერხი რობერტოს ფეხებშუა სერხიო ბუსკეტს აქ დე იონგზე დაფარული გადაცემით ცდილობდა გასულიყო გრიზმანი. რობერტო სოლდადო 1-1-ზეა ტერშტეგენთან დარტყმა 2-0. 2-0 რობერტო სოლდადო, რა დასაწყისი გვაქვს მეორე ტაიმში. ძალიან დიდხანს ველოდი რომ დაფიქსირდებოდა თამაშგარე მდგომარეობა, მაგრამ გოლი ჯერჯერობით ითვლება, გაგვიმეორებენ მომენტს და რადგან ბუსკეტს გვიჩვენებენ სავარაუდო აქ ფულკიეთ შემოსულა მოედანზე. აბა ვნახოთ ახლა უფრო მთავარია იყო თუ არა სოლდადოზე, არა რა თქმა უნდა თავის ნახევარზე იყო აქ რობერტო სოლდადო და ისედაც უმტიტი მაინც მასზე უკან იყო. კიდევ ერთი გოლი რომელიც უმტიტის კისერზეა. 35 წლის ესპანელი კიდევ უფრო სოლიდურს ხდის გრანადას უპირატესობას 2-0. ბარსა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ასეთი დაძაბულობა ჯერ მაინც შენარჩუნებულია. მესი მარცხნივ იკითხებოდა გადაცემა, გრიზმანი შეაძვრინა, არის ბარსა თამაშია. 2-1 ანტუან გრიზმანმა შეამცირა სხვაობა და მოაქვს სწრაფად ბურთი ბარსელონას. არ ვიცი მართლაც კიდევ ერთი საცდომა თანაც ბარსას მორიგ თამაშზე. არონ ესკანდალს ეს ჩაითვლება ავტოგოლად. ოფსაიდი ხო არ ყოფილა? არა მგონი. ავტოგოლია ნაღდა, ძილს მოხდა. ავტოგოლია ძილს მოხდა და შემდეგ მოხდა არონ ესკანდალს. აი სრული უიღბლობა და რაც აქამდე ბედმა გაუღიმა გრანადას აქ აღარ გაუღიმა კი არა უტირა. გრიზმანი ძელი გადაცემა მესიზე, რამდენიმე წამი მოიგო ამით გრანადა. ტერშტეგენის წინა ეპიზოდზე აქ მესის ჩაწოდება, გრიზმანი თავი და 2-2 ხორდი ალბამ გაიტანა და გაათანა ბრანგარიში 92 წუთზე. ეს არის მუხტი, ეს არის ემოცია და აღმაფრენა, რაც ასე აკლდა ბარსას თამაშს. 2-0 წინ იყო გრანადა და სად ამოაცა ლესჯიბიდან ახლა ნასრიდებს. გამარჯვება 90 წუთში უდიდესი ალბათობით გვექნება ექსტრა ტაიმი. უღიმა ბედმა გრანადას, მაგრამ ბოლოს ხორდი ალბას ყველაზე მეტად გაუცინა და აი ასე ბარსელონა ათანაბრებს ანგარიშს ამ სუპერ მატჩში. სად შეფრინდა ხორდი ალბა, ჯერ გრიზმანის თაური საგოლე პასი და ხორდი ალბას დაგვირგვინება 2-2. გრიზმანი რაც არ ჩანდა მთელი თამაში, ჯერ ავტოგოლი გაატანინა. უდაოცა უკეთესო ფეხბურთელს მასპინძელთა მხარეს მეკარია არონ ესკანდალს, შემდეგ კი აგერ საგოლედ უპასა. ალბათ ისინი მაგალითისთვის მეორე საუკეთესო ბომბარდირი აქვს ჩაწოდება საჯარიმოში გადმოვარდნილზე. ალბარ ბილი დატრიალება, გრიზმანი 3-2. გრიზმანი 3-2. ანტუან გრიზმანმა კიდევ ერთხელ მოახერხა თამაში გააქტიურება და მესამე გოლში იღებს მონაწილეობა. სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა ანტუან გრიზმანმა. 2021 წელს უკვე მე-12 გოლში იღებს მონაწილეობას, გააქვს მე-6 გოლი და უბრალოდ ზღაპრულია გრიზმანის შედეგები ახალი წლიდან მოყოლებული. სენ-ეგზიუპერი ვერა, მაგრამ რონალდ კუმანის ზღაპარი არის და გრძელდება პატარა პრინცის მესამე კონტრიბუცია, მესამე გოლი ბარსასთვის და პირველი გოლი, რომელსაც პირად აქტივში ანტუან გრიზმანი ჩაიწერს. დღესაც 21 გრანადა დააბრუნოს. თამაში ვიკოს დარტყმა 3-3. 3-3 ჯერ არაფერი არ დასრულებულა, გრანადა იბრძვის.
ყოჩა აქ ნასრიდებს გამოავლინეს მათ ხასიათი და უნდა შევაქოთ აუცილებლად კარლოს ნევა, რომელმაც აგერ ბოლო ნახევარ საათი არ ცოტა ნაკლები, მაგრამ მაინც დემბელეს დაკეტვა და დესტის დაკეტვა, ორი დასვენებული კაცის დაკეტვა ითავა, წავიდა მერე და თავის გუნდს როცა დაჭირდა პენალტი აკიდა იქით სერჟინიო დესს. ფედეს შესრულება კი ნამდვილად კარგი იყო, ტერ შტეგენი ერთ კუთხეში, მეორეში 26 წლის ესპანელისგან გაშვებული ბურთი. მერე მესი და ველოდებით რაღაც გაგრძელებას საინტერესოს დამატებას და გოლს ფრენკი დე იონგის გოლს და 3-4 ხდება ანგარიში რა მატჩია ამბიციური ფრენკი დე იონგი მოედანს დღეს უგოლოდ არ დატოვებს დამატებაზე პირველი აღმოჩნდა ნიდერლანდელი გაუმართლა რა აქამდე მოედანზე გაჩერება თანამემამულებს ნახავთ მომენტს განმეორებით ფრენკი დე იონგმა გაუტანა რაიო ვალიკანოსაც წინა ტურში თან გამარჯვების გოლი იქაც შეიძლება აქაც აღმოჩნდეს არ არის ოფსაიდი ყველაფერი წესების დაცვით არის მესის დარტყმა ესკანდელმა კი მოიგერია მაგრამ დააგდო მე-13 ნომერმა ცხვირწინ ბურთი და ფრენკი დე იონგმა ისარგებლა ამით ყველაზე სწრაფად დაასწრორა ხერმან სანჩეს მცველი ამპლუით ცენტრალური მცველია ისევ ბარსას მხარეს იქ ბოლოს პედრის უწევდა მოქმედება ჯერ ბუსკეტსმა დაიხია. აქ შვენიერი კედელი დესტი აგრძელებს სვლას გრიზმანმა გაატარა ბრაით ვაიტმა ქუსლით დატოვა მესიმ დაარტყა და ბოლო მომენტში გადარჩა გრანადა ცველმა ითამაშა გრიზმანის პასი დარტყმა გოლი 3-5 და ხორდი ალბას დუბლი ხორდი ალბა რა დღეშია დუბლი შეასრულა დუბლი საოცარი სანახაობა კიდევ ერთხელ ბარსა ახლა უკვე იმდენივე ბურთით გადის წინ, რამდენითაც 92 წუთზე ჩამორჩებოდა გრანადას. რა შემოატრიალა ბარსელონამ, კამბექიც აი ეს არის. თავბრუ დაახვიესა გრანადას მცველებს ბარსელონის ფეხბურთელებმა, გრიზმანმა გაუკეთ, ისევ გრიზმანია გოლში ჩართული, საოცარ